დავბრუნდით ეთერში და თან როგორ ბატონი მიხეილ ცაგარელი შემოგვიერთდა უკვე ეს ყველაზე საინტერესო მომენტია როდესაც ის გვამარაგებს საჭირო ინფორმაციით და რა თქმა უნდა გვაიარაღებს მადლობთ შევკარგვაზე დახასიათებისთვის მოგესალმებით შეგველოდება საინტერესო ამკვირაში ნახე დილიდან ძალიან გამეხარდა იმიტომ რომ მოგხსენებათ შარშა მთელი წელი ერთად მიყვავდა ეს გადაცემა და იმის მერე არც მინახავს დაგვაცილეს გარკვეული მიზეზების გამო თქვენი კალენდრის ესე იგი მიხედვით თუ ვიმჟელებთ ძალიან იღბლიანი ფერის ზედა ესე იგი სვიტრი გმოსავთ. დიახ, შენ გახსოვს ჩვენ ქონდა ამაზე საუბარი, ეხლა მშვილდოსნის პერიოდია და მშვილდოსანს რა ფერები აქვს? ერთ-ერთი არის ის ფერი, ხო? აი მანიკას უყვარდა კიდე ჩემთან ბოლო ხანს და მაგას ვამბობდი ერთ-ერთი ეს არის ფერი იუპიტერის, პლანეტა იუპიტერის ერთ-ერთი მთავარი ფერი. მაგრამ ეხლა დავუბრუნდეთ ძირითად საკითხებს, შემოკარგებო პირველ რიგში დილამშვიდობისა ყველას, ბედნიერ დილას და დღეს გისურვებთ და მინდა ესე იგი პრინციპით ვის გაფრთხილებულია შეარაღებული ამ პრინციპით გესაუბროთ პირველ რიგში რატო? იმიტომ რომ ხვალ უკვე დღის მეორე ნახევრიდან იწყება საკმაოდ რთული პერიოდი. ამ თვეში ყველაზე რთულია ალბათ კვირის ბოლომდე. შეიძლება 19 რიცხვის ჩათვლითაც კი ალბათ კვირის ბოლომდე. შეიძლება 19 რიცხვის ჩათვლითაც კი მინდა გითხრათ. რასთან არის ახლა ეს დაკავშირებული? პირველ რიგში სავსე მთვარეობასთან, რომელიც ჩვენ გვაგზეკ ანუ 4 შაბათს და აქედან გამომდინარე სავსე მთვარე ნიშნავს მზის და მთვარის დაპირისპირებას ენერგიებისა, რაც ყოველთვის ქმნის კონფლიქტებს, ტრავმებს, ავარიებს. ეს არა აუცილებელი რომ ყველას ესეთი რაღაცა დაგემართოს. ტენდენცია ალბათობა მატულობს, ხო? ეს არის პერიოდი, როცა მაგალითად აი ფსიქიატრებმა კარგად იციან ლუნატიზმის დაავადება, ეგრეთ წოდებული ფსიქიური გადახრები ყოველთვის სავსე მთვარეობაზე ხდება. აგრესია ცხოველების მხრიდან ყოველთვის სავსე მთვარეობაზეა შემჩნეული. სხვა სახის გამწვავებები დაავადებების სავსე მთვარეობაზე ლოთობისადმი მიდრეკილება, კონფლიქტები და აგრესია, რატომ? იმიტომ რომ დიდი მოჭარბებული ენერგია მოდის კოსმოსიდან და ყველა ვერ უძლებს ამ ენერგიას და ზოგი გადადის აგრესიაში ამ დროს, ზოგი ავლენს დეპრესიულად. ამზე გავლენას. ამიტომ ეს ტენდენცია რადგან არის, გაუფრთხილდეთ საკუთარ თავს და არაფერი ახალი მნიშვნელოვანი განსაკუთრებული ამ დღისთვის, 4 შაბათისთვის არ დავგეგმოთ. თუმცა მთლიანობაში მინდა გითხრათ რომ რთული პერიოდია, თითქმის ყველა ზოდიაქოს ნიშნისთვის და ახლა საერთოდ მიმოვიხილოთ რა პრობლემები შეიძლება გქონდეთ ამა თუ იმ ნიშანს. დავიწყოთ ვერძით, ცეცხლოვანი სტიქიის წარმომადგენელი ნიშანია. კი ბატონო, დღეს აქტიურად იმოქმედეთ ყველა, იმიტომ რომ დღევანდელი დღე გაძლევს შესაძლებლობას წარმატებით მოქმედებისა, მაგრამ უკვე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან მეტად ფრთხილად. აი ვერც უკვე აქვს პარტნიორული კონფლიქტების ალბათობა ურთიერთგაგების შემცირების ფონზე. ხვალ უკვე ვერძი შეიძლება აღვნიშნოს მათქუარ ადამიანების ფერხულში და აქედან გამომდინარე მოგეთმასნებიან ისეთი ადამიანები, რომელსაც ავანტიურისტ პროექტებში, ავანტიურისტულ პროექტებში ეცდებიან თქვენ ჩართვას. ეს გახდება თქვენი ფინანსური წარუმატებლობის და კონფლიქტების ერთ-ერთი მიზეზი. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად ყველა სახის ნეგატიური ტენდენციების ალბათობა, მათ შორის ტრავმულობის, ავარიულობის, სულსწრაფობის ნიადაგზე ალბათობა მოიმატებს. კუროს ძალიან ვთხოვ, რომ აქ მაინდა-მაინც ზედმეტი შეუპოვრობით ნუ დაიცვას ეგრეთ წოდებულ სამართლიანობას, იმიტომ თვით სამართლიანობის კრიტერიუმი მასში შემცირებულია და ხშირად არაობიექტურია იგი ამა თუ იმ ურთიერთობებში და დამოკიდებულებაში. ამასთან ერთად ძალიან ბევრი საქმეები გექნებათ და თქვენი ენერგოტონუსი ამ დროს შემცირებულია და აქედან გაითვალისწინეთ, რომ გადატვირთვა შეიძლება გახდეს ნერვული სისტემის მოშლის ან რაიმე სახის დაავადების წარმოქმნის ერთ-ერთი ფაქტორი. ამიტომ შვიდად გავიაროთ შემდეგი კვირა, ზედმეტად საკუთარ თავზე ნუ ავიღებთ ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას და მოვერდოთ სარისკო მოქმედებებს. ტყუპების მთავარი პრობლემა რა არის? უკვე ხვალ დღის მეორე ნახევრიდან სულსწრაფობა, შინაგანი მერყეობა, დროული არჩევანის ვერაკეთება და აქედან გამომდინარე შანსების დაკარგვა. და რასაკვირველი არავის მოსმენა არ სურს, სიჯულე არ ნახული, ამიტომ ძალიან კარგი შეიძლება მიიღოს რჩევა და არ დაუჯეროს. გააკეთოს ის, რაც მას სურს და ფულის უკარათო ხარჯვის ფონზე ეს მოქმედებები გახდება არასასურველი პრობლემების, კონფლიქტების ერთ-ერთი საწინდარი. რაც შეეხება კირჩხიბებს, მაქსიმალურად მოერიდეს აქ სერიოზული საბუთების ხელმოწერას, აქ შეიძლება მიიღოს არასასიამოვნო ცნობები, რაც ზოგიერთ კირჩხიბს გამოიყვანს წონასწორობიდან და ცოტა ყურადღება, ტაქტი, დიპლომატია საჭიროა სახლში, მათ შორის ახლობლებთან ურთიერთობებში კოლეგებთან მიმართებაში, იმიტომ რომ გაღიზიანება ამ ნიშანში მატულობს. ეს შეიძლება გახდეს არასასურველი დაპირისპირებების ერთ-ერთი ფაქტორი. მაქსიმალურად ესე იგი მინიმუმამდე დაიყვანო ყველა სახის ფინანსური ხარჯი ლომებმა, იმიტომ რომ ფინანსური უყარათობის ტენდენცია, ფინანსური დანაკარგების ტენდენცია მაღალია და გავითვალისწინოთ, რომ მაქსიმალურად ფრთხილად მგზავრობისას აქ სხვადასხვა უსიამოვნებებმა, მათ შორის ტრავმულ ავარიულმა ტენდენციებმა შეიძლება ასევე მეტად იჩინონ თავი მათ ცხოვრებაში. ეს უკვე ვიმეორებ ხვალ დღის მეორე
მეორე ნახევრის შემდგომ კვირის ბოლომდე და მით უმეტეს ფრთხილად 4 შაბათს ახალ სავსემთვარეობას. რაც შეეხება ესე იგი მალიკამ გახსოვს მითხრა რომ სავსემთვარეზე ვაჩვენებ ფულიო. კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ რომ ახალმთვარეობაზე საჭირო მხოლოდ ფულის და ზოგიერთმა ვიცი კიდე დამირეკეს ვერ ვითხრეს სავსემთვარეზე არა როცა დიდი მთვარე ამ დროს არა მაგრამ როცა ვიწრო ზოლია მთვარის აი მაშინ შეიძლება მხოლოდ ფულის ჩვენება მისთვის ახალზე და არა სავსეს. ეხლა რაც შეეხება ქალთულს კონფლიქტების ალბათობა მაღალია პარტნიორულ ურთიერთობებში ფინანსური ხარჯი მეტია ვიდრე თქვენ ეს გსურთ მოერიდეთ ყველა სახის მოლაპარაკებებს იმიტომ თქვენი მოტყუების თელობა სხვათა მხრიდან აქ აშკარად სასწორებსაც თქო მაქსიმალურად გამეცუდი არ თქვა ბატონო მიხეილმა გული არ შემოწმდეს. ახლა შენ მიეჩვე ჩემო კარგო თქვენ ნახევარის უკარგს ვამბობდა. არა არ მინდა მაინც ცუდი შემოვიდეს. ცუდი რა შეიძლება პრობლემები იყოს ოჯახური კუთხით და აქაც ცოტა მეტი სიფრთხილე. პრობლემები შეიძლება შეგექმნათ საბუთების ხელმოწერისას და ყურადღება შეცდომები მუშაობისას ალბათობა არის და ენერგოტონუსი კლებულობს. ამიტომ ხასიათვალებადობა მოემატებს. ამ ხრივ აკონტროლებს. ბაკურიანის წყალიაო მაგისთვის კარგი. ძალიან კარგი აი დალი გაგრილდით. მორიელებს ხო ყურადღებას, იმიტომ რომ ძალიან საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამიანები შეიძლება მოგეთმასტონ და აღმოჩნდეთ ტყუილების და არა აბსოლუტურად არა ადეკვატური სხვადასხვა პროექტების წინაშე რაც მე ფინანსურ ხარჯს გამოიწვევს და ვიყოთ ამ ხრი ყურადღებით ინტუიცია ჩართეთ. შვილდოსნები ფრთხილად ფინანსური დოკუმენტების ასევე გაფორმებისას აქ შეიძლება შეცდომები დაუშვათ, ამიტომ გადაამოწმეთ ყველა პუნქტი ფინანსებისა და ცოტა გავფრთხილდით ასევე ურთიერთობებს კოლეგებთან. აქ ცოტა სიტუაცია დაიძაბება. სხვა მხრივ ენერგოტონუსი თქვენი მაინც მაღალია შედარებით სხვებისგან. თხის კაც ყველაზე კრიტიკული პერიოდი აქვს წლის განმავლობაში. ესე იგი ძალიან ფრთხილად. იმუნიტეტი ყველაზე დაბალი, კონფლიქტების ტენდენცია მაღალი, ამიტომ აქ ფარული მტრები, ჭორები, ინტრიგები, სხვადასხვა სახის ენერგოინფორმაციული დაბინძურების ალბათობა მაღალია. ვეცოთ ყველაზე ფრთხილად გავიაროთ ეს კვირა წლის განმავლობაში, იმიტომ რომ შემდეგი კვირიდან დაიწყება თქვენთვის მეტად საინტერესო პერიოდი. მერწყულებს სიფრთხილე ფინანსების მიმართ. სხვადასხვა სახის ჩემო კარგო ჯარიმების ტენდენცია შეიძლება მოვიდეს, მაგალითად მანქანით ოდესღაც დაჯარიმდი ხო ერთ თვის წინ, აი ხა მოგივა ის ჯარიმა. საბაჟო შეიძლება ჯარიმები იყოს, სხვადასხვა სახის გაუთვალისწინებელი ფინანსური ხარჯი, რომელზეც წინასწარ ვერ განსაზღვრა. უცებ აი ეს ყველაფერი ეხლა შემოვა და ნუ ეს უკვე მაგრამ რაღაც კარგია ბატონო მიხეილ, რატომ? იმიტომ რომ ეხლა ახალ წლამდე ეს პრობლემებსაც მოვილებთ და უკვე გავთავისუფლდებით. მიკი, ჩემო კარგო, ეს ინიანის დიაგრამა ამას გვიჩვენებს ყველა ცუდში თავისი კარგია. პირიქით ხო? კარგი არაფერი არ გჭირს მერწყულებს. თევზებით, არა მე ვამახვილებ მხოლოდ იმ ნეგატივზე, რამაც შეიძლება ხელი შეგიშალოს, თორე თუ ამ ნეგატივს აღმოფხრი, მაშინ ეს კვირა უფრო მშვიდი და სტაბილური იქნება და თევზებსაც თქო, მოერიდონ ფინანსურ საკითხებს, ფინანსურ ხელშეკრულებებს მუდავდებთ და გარიგებებს მოვაწყობთ. აი ეს იქნება თქვენთვის თავარი ნეგატივი, სხვა მხრივ მიდაგდათ ინტუიცია მდგრადია და კარგად შეგიძლია თქვენი შემოქმედებითი ნიჭის და უნარის გამოვლენა. ეს ზოგადი ტენდენციები ამ კვირისა ვიაროთ შვიდად, თხილად წინდახედულად, თუ რა ამის შემდეგი კვირა იქნება უფრო სასიკეთო და სტაბილური. მოკლედ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია და დიდი მადლობა თქვენ ამ გაფრთხილებებისთვის. და პირადი ამ კალენდრისთვის, რომელიც გვაჩუქეთ სტილით. მოკლედ, ჩვენ უკვე შეგვიძლია სიახლეზე გავაგრძელოთ საუბარი ბეკოს